თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიური მზადება დაიწყო გირჩმა. პარტიაში წინა საარჩევნო შეხვედრებსაც აანონსებენ. ნაციონალურ მოძრაობაში კი კვლავ აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ხალხის და ქვეყნის ღალატია. მათივე განმარტებით, ვინც კენჭისყრის პროცესში ჩაერთვება, მათ პასუხს ამომრჩეველი გასცემს ოქტომბერში. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის იმ ნაწილსაც კი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, საარჩევნო კამპანიები უკვე დაწყებული აქვთ. ნაციონალურ მოძრაობაში მივიჩნევთ, რომ არჩევნებში, რომელშიც მუდმივად ის იმარჯვებს, ვინც ითვლის არჩევნებს, საარჩევნო შედეგს და წერს შემდგომ, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები თუ ერთიანი პოზიცია იქნება ოპოზიციაში, მაგრამ რიგ შემთხვევაში უჭირთ ხოლმე სხვადასხვა პარტიებს ერთ პოზიციაზე შეჯერება, რაც ჩემი აზრით არ არის პოზიტიური. ჩვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი არის დღეს მიმყოფებით სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ მორიგი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივით, შესაბამისად ჯერჯერობით ფოკუსირებული ვართ წინააღმდეგობის აი ამ თავზე. და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცხადია ჯერჯერობით არ არის მიღებული. მზადებით ჩვენ ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებისთვის. და სამ რამეს ვიმეორებდით ამასთან ერთად, ხო? რომ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, რომ ჩვენ სხვების მსგავსად ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ცხადი პოზიცია გვაქვს და მესამე ის, რომ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერავინ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ გავლენას ვერ მოახდენს. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება არის არა უბრალოდ ბოიკოტი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპოვებლად, რაც არის სინამდვილეში ამ დიდი კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა. ვერავით არის ადგილობრივი არჩევნები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს. ჩვენ გვაქვს ძალიან კაფე ოპოზიცია, რომ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება და არ ვაპირებთ მონაწილეობას. ოპოზიცია ემზადება არჩევნებისთვის, ზოგიერთი მათგანი მათ შორის ადასტურებს, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა ემზადებიან არჩევნებისთვის, როგორც ჩანს, ისინი ელოდებიან გარედან დავალებებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ისინი მაინც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენთვის რა თქმა უნდა არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია მიიღეს მონაწილეობა, ცალკე მიიღებს, ერთიანად ჩვენ მზათავართ კიდევ ერთხელ თხოვოთ ხარდაჭერა ჩვენს მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ ქართულ ხალხთან ერთად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებს. თუკი მათ კიდე აქვს რაიმე სახით პრეტენზია იმის, რომ იყვნენ პოლიტიკოსები, ერქვათ პოლიტიკოსები და დარჩნენ რაიმე ფორმით პოლიტიკურ ზედაპირზე, იტირებენ მაინც, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებში პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ნაწილი ამ აგენტურული რადიკალური ოპოზიციისა გაცხადებს, რომ ყოველ შემთხვევაში მათ არჩევნებში მონაწილეობას უარი არ უთქვამთ, მაგალითად გახარია, არის მეორე პარტია, რომელიც ასევე გაიარება რეგიონებში და ცდილობს ხარდაჭერების მობილიზებას და კიდევ არიან რადიკალი პარტიები, რომელიც გულზამ ჯიხს ეკავენ და ამბობენ არ მიიღებთ მონაწილეობაზე, თუმცა გამორიცხავს, რომ წინა საარჩევნოდ, როგორც კი მოვა ამის შესაბამისი საკანონმდებლო დრო, დაეწყვნენ ეს პარტიები და ყველა დარეგისტრირდეს თვითმმართველობით არჩევნებს.